მოგესალმებით, მე ვარ თევდორე და დღეს მინდა გაჩვენოთ ესეთი ერთგვარი ექსპერიმენტალური უენო სალამური. რითია განსხვავებული და განსაკუთრებული. ეს არის ჩვეულებრივი კლასიკური ენიანი სალამური, ოღონდ აი ამ ადგილას ენა იგივე სასტვენი უკეთდება, აქ არის გადაჭრილი და გადაკეთებულია უენო სალამურად. დიდი მადლობა ზურა ღამბაშიძეს ესეთი უნიკალური საექსპერიმენტო საკრავისათვის. გავაკეთოთ შედარებები. აი მაგალითად, ავიღოთ ჯერ ჩვეულებრივი კლასიკური ენიანი სალამური და გავარკვიოთ მისი ბგერათ რიგი. საკმაოდ სუფთა ბგერები გააჩნია. ეხლა ჩავბეროთ ამ კლასიკურ უენო სალამურზე. როგორც ხედავთ, ბგერები ოდნავ დადაბლებულია. ეს გამოწვეულია ჩაბერვის ტექნიკიდან გამომდინარე. პირველ რიგში, აი აქ ენას გააჩნია გარკვეული გადახდის კუთხე, რომელიც განსაზღვრავს ბგერათა რიგს. ხოლო, როდესაც უენო სალამურზე უკრავ, აი ამ კუთხით წარმოქმნილი კუთხე ცოტა მოუხერხებელია დაკვირვისას. ამიტომაც, როდესაც ცოტა, ეს ვთქვათ, 90 გრადუსისკენ წევ, ბგერათა რიგიც შესაბამისად დაბლდება. როგორც წინა ვიდეოებში აღვნიშნე, ბგერათა რიგს ასევე განსაზღვრავს ჰაერის სიმძლავრე, რომელიც უფრო კონკრეტულად დამოკიდებულია ტუჩის ღიაობასა და ჰაერის სიჩქარეზე. რა თქმა უნდა, აქ როდესაც ენიან სალამურში ავტომატურად ხდება ჰაერის ნაკადის მიწოდება და გარდატეხა, იგივენაირად რომ მივაწოდოთ ჰაერის ნაკადი უენო სალამურში, შესაძლებელია სრულიად მოუხერხებელი იყოს შემსრულებისათვის. ახლა ვეცდები კონკრეტულად ერთი ბგერის მაგალითზე ერთნაირი თითების პოზიციით ენიან სალამურსა და უენო სალამურებზე გამოცე ერთ და იგივე სიხშირის მქონე ბგერა. აი მაგალითად, აი ეს 4 თითის დადება. მიახლოებით შეუსაბამე. ანუ ზუსტად რო გავიმეორებთ ენიანი სალამურის ბგერათა რიგი უენო სალამურზე, დაახლოებით აი ესე საკმაოდ გადახრილად უნდა დავიჭიროთ. ახლა შევატაროთ უშუალოდ ხალხურ უენო სალამურს. როგორც ხედავთ, უენო სალამურზე ტრადიციულად გააჩნია პროპორციები ტრადიციული 1 ციდაზე და დადება, შუანაწილი 1 ციდა და 4 თითის დადება. როგორც ხედავთ, მე ვთქვათ, კლასიკურ უენო სალამურზე ეს ტრადიცია სრულიად მორღვეულია და ესეთი განსხვავება დაახლოებით. ეს არის ივანე რაიბულის ზომა, ეს არის ფირუზა ალიაშვილის სალამურის რესტავრირებული ვარიანტი. სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან. და აქედან გამომდინარე, ბგერათ რიგიც სრულიად განსხვავებული იქნება ამ უენო სალამურებს შორის. ახლა თუშურ მელოდიას შევასრულებ ჯერ ენიან სალამურზე, შემდგომ კლასიკურ უენო სალამურზე და შემდგომ ფირუზა ალიაშვილის რესტავრირებულ უენო სალამურზე.
ეს ფირუზალიაშვილის გეათრიგის მიხედვით აღდგენილი უენო სალამური. როგორც ხედავთ, კლასიკურ უენო სალამურს უფრო მეტად მაღალი ბგერები გააჩნია თავისი ზომებიდან გამომდინარე, ხოლო ტრადიციულ უენო სალამურებს კი შედარებით დაბალი ბგერები გააჩნია ტრადიციიდან გამომდინარე. აი რომ შევადაროთ დაახლოებით, ყველაზე მაღალი ბგერა, რომელიც იწყება, ეს არის 3 თითის დადების შემდგომ. ექსპერიმენტები გრძელდება უენო სალამურზე. მადლობა ყურადღებისათვის, გამოიძიეთ ჩემი გვერდი, რომ უფრო მეტი სიახლე გაიგოთ.